შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა. ჩემს ტვინს არ შეუძლია მარცხის გადამუშავება, ის არ დაამუშავებს მარცხს, იმიტომ რომ თუ დავჯდები, საკუთარ თავს შევხედავ და ვეტყვი, რომ შენ დამარცხებული ხარ, ვფიქრობ ეს სიკვდილზე უარესია. კალათბურთის ლეგენდა, NBA-ის 5 გზის ჩემპიონი და თავდადების განსახიერება, კობი ბრაიანტი, ცხოვრობდა პრინციპით, რომელიც ცნობილია როგორც მამბას მენტალიტეტი. მისი ფილოსოფიის მიხედვით, სიდიადე მიიღწევა არა იმდენად ნიჭით, რამდენადაც დაუნდობელი შრომით. პროცესზე სრული კონცენტრაციითა და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის შექმნის მუდმივი სწრაფვით. სწორედ ამ უკომპრომისო მიდგომას გამარჯვებისადმი ფანატიკურ ერთგულებასა და ფსიქოლოგიურ სიმტკიცეს ასწავლიდა კობი ბრაიანტი თავისი მთელი კარიერითა და გამოსვლებით, რითაც შთააგონა მილიონობით ადამიანი, არა მხოლოდ სპორტში, არამედ ცხოვრების ყველა სფეროში. კობი ბრაიანტი. ყველაზე მნიშვნელოვანია შთააგონო ადამიანები, რათა ისინი გახდნენ საუკეთესოები იმ საქმეში, რისი კეთებაც სურთ. თუ მარცხის გეშინია, სავარაუდოდ დამარცხდები კიდეც. ყველაფერი ნეგატიური, წნეხი, გამოწვევები, ჩემთვის მხოლოდ შესაძლებლობაა, რომ ავმაღლდე. ზარმაც ადამიანებთან საერთოს ვერ პოულობ. ჩვენ სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ. მე არ მესმის თქვენი და არც მინდა რომ მესმოდეს. ჰეითერები კარგი პრობლემაა. არავის ზულს კარგი მოთამაშეები. მათ სულთ დიადები. ყველაფერს გავაკეთებ მოსაგებად. იქნება ეს სკამზე ჯდომა და პირსახოცის ქნევა, თანაგუნდელისთვის წყლის მიწოდება, თუ თამაშის მომგები ბურთის ჩაგდება. დაისვენე დასასრულს და არა შუაგზაში. ტკივილი არ გეუბნება, როდის უნდა გაჩერდე. ტკივილი ის პატარა ხმაა შენს თავში, რომელიც ცდილობს შეგაკავოს, რადგან იცის, რომ თუ გააგრძელებ, შენ შეიცვლები. მე არაფერი მაქვს საერთო ზარმაც ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ წარუმატებლობაში სხვებს ადანაშაულებენ. დიადი რამეები მძიმე შრომისა და შეუპოვრობის შედეგად მოდის, ყოველგვარი გამართლების გარეშე. მამბას მენტალიტეტი ნიშნავს იყო კონცენტრირებული პროცესზე და ენდო შენს მძიმე შრომას მაშინ, როდესაც ამას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს. მეგობრები მოდიან და მიდიან, მაგრამ ჩემპიონის ბანერები სამუდამოდ რჩება. ერთგულება ოცნებებს აქცევს რეალობად. როგორც კი გაიგებ, რას ნიშნავს მარცხი, მონდომება თავად იწყებს წარმატებაზე ნადირობას. წამი, როდესაც ნებდები, არის წამი, როდესაც სხვას აძლევ გამარჯვების უფლებას. მოიწონე და გამოიწერე ჩვენი არხი. ერთად დავეხმაროთ ადამიანებს შეცვალონ საკუთარი სამყარო. შენ ხარ მნიშვნელოვანი.